სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ჩვენთან არს ღმერთს ილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს ჩვენი ეკლესიის და ჩვენი ერის მფარველის დიდი წმინდანის დიდმოწამის გიორგის ხსენებას შეგვეწიოს მისი მადლი მისი ლოცვა და ღმერთმა გადაარჩინოს გაამთლიანოს გაერთიანოს ჩვენი ქვეყანა დაიფაროს ჩვენი მონასტერი და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი. იმდენად დიდია მისი ღვაწლი ღვთის წინაშე, იმდენად დიდია მისი მოთმინება, იმდენად დიდი იყო მისი სიყვარული, უფლის, მასში უფლის სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ ესე ყველაფერი დაუტევა ადამიანმა, ამ ქვეყნიური მიწიერი, ის დიდება, ის პატივი, რომელიც ჰქონდა მას და აირჩიო ქრისტესთვის წამება, ქრისტეს არწმუნოებისათვის წამება. მაგიტომაც გამოირჩია ესე არის ძალიან დიდი წმინდანი, მეოხი და მფარველი ჩვენი ქვეყნისა და მადლობთ ღმერთს და მადლობთ წმინდა გიორგის, რომ მან ამოირჩია, რომ მფარველი ყოფილიყო ჩვენი ერისა და თქვენ იცით, რომ ჩვენი ისტორიიდან ხშირად ბევრჯერ ყოფილა მისი მფარველობა განსაკუთრებით ომების დროს, როდესაც ის წინ უძღოდა ჩვენს დიდ მეფეებს და მხედართმთავრებს, როდესაც მოიპოვეს დიდი გამარჯვება. რატომ დაიმსახურა ჩვენმა ერმა ესეთი განსაკუთრებული სიყვარული უფლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა, რომ მიუხედავად ჩვენი სიზარმაცისა და ჩვენი დამოკიდებულებისა, თუნდაც უფლის მიმართ დღევანდელ დღესაც არ ვართ ესე მინდობილი და არ ვართ ის ღვაწლში, რასაც ჩვენი ქვეყანა ქადაგებს წვრთნილობას. წვრთნილობა კარგია, მაგრამ სათანადოდ უნდა ცხოვრობდეს და მოღვაწეობდეს ერი უფლის ადიდებლად. რჩეულობა არ არის ის რჩეული ერი იყო ებრაელი ერი, მაგრამ დღეს ის განდგომილია ჭეშმარიტ ქრისტეს სიყვარულს და ქრისტეს მსახურებას. ჭეშმარიტი ღმერთის დიდებას, იმიტომ რომ მათ არ იცინეს და არ აღიარეს იესო ქრისტე. არადა მთელი წინასწარმეტყველება იმას მოასწავებდა, რომ მოვიდოდა ამ ქვეყანაზე იესო ქრისტე, მესია, მოივლინებოდა ამ ქვეყანაზე, მაგრამ ის მღვდელმთავრებიც და ის მოღვაწე მეფეებიც კი, რომლებიც მაშინ მართავდნენ იმ ერს, იმდენად გამიწიერებულები იყვნენ, რომ ვერ იცნეს იესო ქრისტეს მოსვლა და დაბადება ამ ქვეყანაზე, მისი სასწაულები და მისი მოღვაწეობა. იმდენად გამიწიერებული იყო ადამიანი და მატერიალის მიზაჭული, რომ ვერ იცნეს ღმერთი და ვერ შეიცნეს ის. ესე ვართ ჩვენც, იმდენად ჩაფლული ვართ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენს ცხოვრებაში. ყოველდღიური ჩვენი საქმიანობა იმაზე გადის, რომ დაუკვირდეს ადამიანი რისთვის შრომობ, რისთვის სწავლობ, რისთვის მუშაობ ყოველდღიურად, რომ რაღაცნაირად დავიკმაყოფილოთ ჩვენი ყოველდღიური ეგო, ჩვენი საზრუნავი. მაინც ჩვენი საზრუნავი ყოველდღიური გადის არა ღვთიურზე, არამედ საკუთარი ცუდად რომ ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვათ, იმის დაკმაყოფილებაზე, როგორც უფალი ბრძანებს სახარებაში, რომ რა შევიმოსოთ და რა ვჭამოთ. ეს არის მთელი ჩვენი საზრუნავი, ჩვენი ყოველდღიური შრომა, რომელიც საათებს მოიცავს დილიდან საღამომდე. მე ვიცი ადამიანები, რომლებიც დილიდან საღამომდე შრომობენ, მუშაობენ, მაგრამ მაინც ყოველდღურად მათის ეს გასამსჯელო იმაში მიდის, რომ საზრუნავი ყოველდღიური მარტო რა შევიმოსოთ და რა ვჭამოთ. ღმერთი დავიწყებული ყავს ყველას. აი დღევანდელ დღეს სახარებაში როგორც იყო, რომ მიდის, იმან იცის ყველაფერი, იცის როგორ უნდა მოიქცეს, იცის როგორ უნდა იცხოვროს, მაგრამ როგორც არის სახარებაში გამოსდიდა და იესო ქრისტეს გამოსაცდელად მიდიოდა, აინტერესებდა რას ეთყოდა, რა იყო უმთავრესი ცნება ჩვენი ამ ქვეყანაზე ცხოვრების და მაცხოვარი ეუბნება მას, შენ როგორ იციო, როგორ აღმოგიკითხავსო რჯულშიო და თვითონვე პასუხობს, რომ უმთავრესი ცნება და ჩვენთვისაც უნდა იყოს ეს, რომ
შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა ძალითა, ყოვლითა გონებითა და ყოვლითა სულითა შენითა. და მსგავსი ამის მცნება არის შეიყვარო მოყვასი შენი ვითარცა თავითვისი. და აქვე პასუხობს ეკითხება რომ ვინ არის მოყვას ჩემდა და მოყავს საოცარი მაგალითი, იმიტომ რომ ზოგადად სამარიტელი, როდესაც არის ნახსენები სახარებაში, სამარიტელი იყო ის ადამიანების ის მაცხოვრებლები, რომლებსაც არ აღიარებენ ებრაელები, მას მტრად მიიჩნევდნენ და საერთო არაფერი არ ჰქონდათ მათ. და სწორედ აი ამ დროს მაგალითი მოყავს იესო ქრისტეს, რომ იქ როდესაც ის ებრაელი ადამიანი, ებრაელი კაცი, რომელიც გაძარცვეს და დაჭრეს და დატოვეს იქვე დაჭრილი ადამიანი, თავისივე რჯულის წარმომადგენელი მღვდელმა ჩაიარა და მას არ შეეხო, არინება მასთან მისვლა და რომ შეწეოდა მას. იგივე ლევიტელმა, იგივე მათი რჯულის წარმომადგენელმა ჩაიარა და ისიც არ შეეხო მას და არ ისურვა რომ შეხებოდა და მოყვასი ყოფილიყო მისზე. ამ დროს მოდის უცხო ადამიანი, იცის, გრძნობს და იცის რომ მათ დაბადებიდან იცის რომ ისინი ერთმანეთს არ უნდა შეეხნენ, რომ ისინი ერთმანეთის მტრები არიან, რომ მათ არაფერი არ აქვს საერთო და ეს ადამიანი რომელიც მისი მტერია. როგორი მაგალითი მოხავს მაცხოვარს რომ მისი მტერი მიდის მასთან და უანგაროდ ემსახურება მას. წაიყვანს ჯერ თვითონ დაასხავს ღვინოს და ზეთს და შეუხვევს ჭრილობებს და წაიყვანს და უმკურნალებს მას და სადაც დატოვებს სამკურნალოდ იქ ისევ თვითონ იხდის გასამრჯელოს და ეუბნება რომ მე თქვენ გიტოვებთ გასამრჯელოს და როდესაც დავბრუნდებიო თუ რაიმეს მეტიო წააგოთ, ანუ თუ რაიმე მეტი იქნებაო გადასახდებიო, ისევ მე გადავიხდიო ამის მომსახურების და ამის გამოჯამრთელების ფულსო. აი ეს არის მოყვას ჩვენ და ესე უნდა ვიყოთ ჩვენც ადამიანებს. მოყვასი არ არის ის, ვინც პირში გვიცინის, ვინც გვაქებს, ვინც გვეფიცება, რომ ყოველთვის ჩვენთან იქნება განუდგომელად, ყოველთვის უნდა გქონდეს მათი იმედი, მაგრამ როდესაც მოდის მტერი და როდესაც ხდება ისე ღვთის დაშვებით, თუნდაც განსაცდელი, ისეთი დიდი განსაცდელი, რომ თუნდაც ცოდვაში ჩავარდეს, მე ისეთ ცოდვაში შეიძლება ჩავარდეს ადამიანი, რომ მას უფრო მეტად სჭირდებოდეს ადამიანის გვერდში დგომა. მაგრამ ამ დროს ჩვენ განვიკითხავთ, ვიწიერეთ ამ ადამიანს და განვეშორებით მისგან, იმიტომ რომ თითქოს არ ვკადრულობთ ისეთ ცოდვაში ჩავარდ ადამიანის გვერდით ყოფნას და მეგობრობას არ ვკადრულობთ, რომ მიუღებელია ჩვენთვის მისი ასეთი ცოდვაში ცხოვრება. თქვენ იცით, რომ მაცხოვრება ჩვენ არ განიკითხა ის ცოდვაში და მრუშობაში მყოფი ადამიანი. არ განიკითხა მეზვერე, რომელიც აყაჩაღებდა ადამიანებს და იმაზე მეტ სართმევდა, ვიდრე დაშვებული იყო მათთვის გადასახდელი ყოველთვიურ. როგორი მოწყალე და როგორი შემწყნარებელია უფალი, როგორ უყვარს ადამიანი უფალს და ამით კიდე ერთხელ მტკიცდება უფლის სიყვარული ჩვენდამი, რომ მხოლოდ ჩობილი ძეთვისი მოავლინ ამ ქვეყანაზე, რომ ჩვენი ცოდვები ეტვირთა მას და მოეცა ჩვენთვის ცოდვათა შენდობა, რომ ადამიანი ცხონებულიყო და გადარჩენილიყო. უნდა დაუკვირდეთ ჩვენს ცხოვრებას, უნდა გავიაზროთ, რომ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში. ის ყოველდღიური ლოცვა, დილის და საღამოს არის საკმარისი. ზოგი იქებს თავს ამით, რომ რაღაცნაირად ისე არ ტოვებს დღეს რომ ლოცულობს, მაგრამ მარტო ამაში არ არის ქრისტიანობა. შენი ქრისტიანობა ჩანს ყოველდღიურად შენ ცხოვრებაში, შენი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. ეხა იცი თქვენ რომ გადიოდა ძალიან ბევრს მოსწონს და აღფრთოვანებულია გირსი პაისის ცხოვრებით, რომელიც გადიოდა სერიალი და იქ ერთი მაგალითი იყო და მე მაგალითს მოგიყვანთ. თქვენ როდესაც მასთან მიდის ადამიანი, რომელიც საკუთარ დედასულის უზრუნველობაში მყოფ დედასულის და დაიღალა მისი მოვლით და პატრონობით და შეშლის პაისი ათონელს და ეუბნება, რომ აი აღარ შემიძლიაო დავიღალეო და შეერცხვა პაისი ათონელს თვითონ შეერცხვა, რომ როგორ კადრულობს, როგორ ამბობს ამას ადამიანი, რომ
თავისი საკუთარი დედის, ხორციელი დედის მოვლით, რომელმაც ის გაზარდა ბავშვობიდან, მიასულიდა, მას შეეწეოდა, როგორ ამბობს, რომ მას აღარ შეუძლია მისი მოვლა და სთავაზობს მე ვილოცებ და იმ მდგომარეობაშიო, ფიზიკურში როგორიც ის არისო, შენ ჩაგაყენებო და დედა შენი იქნება შენი მომლელიო და როგორ ადამიანი ისიც არ უნდა, სინან ისიც არ უნდა, რომ იმ მდგომარეობაში იყოს და ნახოს მას მოულიან თუ არ მოულიან, თუ მიატოვებენ. ეს მომენტი ჩვენს ცხოვრებაში დღესაც დგას. არა იქ არ არის, ყურადღებთ არ არის ნაჩვენები და ხაზგასმული ეს მდგომარეობა, რომ ჩვენს დღეს არ გვინდა მივიღოთ მონაწილეობა ჩვენი მოხუცი მშობლების მოვლაში. ძალიან კარგი აშენდა უამრავი თავშესაფარი, უამრავი მომლელთა სახლი აშენდა და ადამიანს ურჩევნია, რომ ის ფულადი სახსარი გაიღოს მისი მშობლის მოსავლელად და ტოვებს იქ და იხდიან უამრავ თანხებს და მშობელს შვილი ენატრება. ისთვის გაზარდა, რომ ისთვის ასწავლა შვილს, რომ მას მიიღო განათლება და ქონოდა ის ფინანსური საშუალება, რომ მისი მშობელი ის თვითონ ის გამოიმწვდია იმ ოთახში და საერთო საცხოვრებელში, სადაც ენატრება თავისი გაზრდილი შვილის ნახვა დედას. ამიტომ უნდა გავიაზროთ გვიღირს ღირსეს, კი შეიძლება 1000-ის გავიმართლოთ თავი, რომ არ გვაქვს დრო ამისი, თუნდაც ბევრი ამბობს, რომ უკვე ნერვებიც არ აქვს ბევრს ამის გასაკეთებლად, მაგრამ რაღაცნაირად უნდა მივიღოთ მონაწილეობა, იმიტომ რომ ჩვენს დაუბერდებით, ჩვენს მოხუცდებით და არავინ არ თქვას, რომ აი ბევრი მომისმენია მე და უთქვამთ, რომ აი რა ვქნა განმაწესოს ჩემმა შვილმა და ვიქნები იქ. არ არის ესე. იმიტომ რომ ადამიანს, რომელსაც აკლია სიყვარული, რომელსაც აკლია გულშემატკივარი, რომელსაც არ ყავს მაზიარებელი თავისი ავადმყოფობის, თავისი სიბერის გამზიარებელი რომ არ ყავს, ძალიან ცუდოა ესეთი ადამიანი. და არ უნდა გავიმეტოთ ჩვენი მოყვასი, ჩვენი ოჯახის წევრები ამისთვის. ისწავლეთ ქრისტიანობა და მოთმინება, ისწავლეთ აი ესე თქვენ მოხუც მშობლებთან ურთიერთობის დროს ისწავლეთ მოთმინება და გამოიმუშავეთ ეს, იმიტომ რომ მთელი ქრისტიანობა არაფერი არ არის გარდა მოთმინებისა, თამდაბლობისა და მოყვასისათვის თავის გაწირვისა. არ გეგონოთ, რომ რაღაცას ლოცულობთ და რაღაცნაირად მარხულობთ, ეხლა მარხვა იწყება, იცით თქვენ პარასკევს 28-ში და ხაზგასმით არის ხოლმე, რომ აი ესე ვიმარხულებ, ესე გავაკეთებ, ან რომ დაიწყო მარხვა, ამასაც ხაზს უსვამს, მაგრამ არაფერი არ არის შენი ხორციელი მარხვა, თუ იმ მარხვაში და მართვის დაწყების დღეს, თუნდაც მთელი მარხვა რო არ შეეწია შენს მოყვას. აი გაძლევთ ლოცვა კურთხევას, რომ ამოირჩიოთ გაჭირვებული ადამიანი და თუნდაც იმ 40 დღის მანძილზე შეიძლება ყოველდღიურად ვერ შეეწიოთ, მაგრამ რაღაცით მაინც შეუმსუბუქოთ მას მიწიერი ყოფა, ის გაჭირვება, რომელიც აქვს მას. მოიკელით, აი თუ მარხვა გინდათ, ის ერთი ულუფა მოიკელით და როიცი რომ შენს მეზობელს არ აქვს საჭველი, დადეთ თეფსზე და გაუტანეთ მეზობელს. მე მახსოვს ეს გებია ჩემ, როდესაც აკეთებდა სახლში რაიმე სადილს გაამზადებდა, აუცილებლად ჯერ გვატანდა მეზობელთან. შემდგომ მეორე ნაწილს, იმ სადილის ნაწილს დებდა ხატებთან და თავის მიცვალებულებთან და ილოცებდა და მიაგებდა მათ და შემდგომ გვიმასპინძლებოდა ჩვენ. აი ესეთი წინაპრები ყავდა ჩვენ, ესე მსახურობდნენ და ესეთ ღვაწლში იყვნენ, რომ ის პურსაც რო აცხობდა, ბებია ჩემი, აუცილებლად მეზობელს მოიკითხავდა ჯერ. ამიტომ უნდა ვიცხოვროთ ეს ჩვენთვის არის მაგალითი, ჩვენი წინაპრების ცხოვრება, მაგრამ ჩვენ ისე გავალთ, რომ არავინ არ მოგვიხსენებს, ჩვენ არაფერი არ გაგვიკეთებია სამაგალითო. იმიტომ კი არა რომ ვიღაცამ თქვას, მაგრამ ოჯახის წევრს ხო გაიხარდება, რომ მას ვიღაცა კეთილად იხსენიებს. ბევრჯერ მოგვისმენია და გამიგონია ჩვენი ყურებით, როდესაც ვთქვამთ, რომ
როდესაც იყო საუბარი გარდაცვლილ ადამიანზე, ხშირად მოგისმენიათ თქვენც რა თქმა უნდა უთქვამთ, რომ აი ცხონებულია ის, აი რატო თუ ადამიანის გული თუ მიხვდა, რომ ის ცხონებულია, წარმოიდგინეთ ღვთის სასუფეველში და მოწყალე და მოსიყვარულე უფლის სასუფეველში ის როგორ იქნება აი განწესებული. თუ ჩვენ მივაღებთ ადამიანს და მივაწერთ და განვსჯით მას ისე რომ ის ცხონებულია და ცხონდა, როგორ უფრო მეტად შეიწყალეს მას უფალი, წარმოიდგინეთ რომ ჩვენი ბოროტი გული, შურიანი გულსაც თუ შეუძლია რომ ადამიანი განაწესოს სასუფეველში და ცხონება მიხმადლოს მას, რაოდენჯერ უფრო მეტად შეუძლია უფალს რომ ესეთი ადამიანი შეიწყალოს და განაწესოს სასუფეველში. ამიტომ გთხოვთ რომ ისწავლოთ მოყვას ის სიყვარული და თანადგომა. მოусმენთ სხვა ადამიანებს, მოусმინეთ თქვენს გულს. შეიძლება თქვენ მეგობართან მიხვიდეთ და ვიღაც ადამიანზე თქვენს მოყვაზე რაიმე კითხოთ, ან რჩევა კითხოთ მასთან ურთიერთობაში, მაგრამ ის იქნება მიწიერი განსჯა და შეიძლება უფრო მეტად გაღიზიანდეთ და უფრო მეტად უარყოთ და არ გქონდეთ სრული მასთან ურთიერთობის, აი ილოცეთ, გადაშალეთ სახარება, წაიკითხეთ სახარება და თქვენი გული როგორც გიკარნახებთ, ისე მოიქეცით იმ ადამიანს, იმ მოყვას ისე მოიქეცით, იმიტომ რომ ღვთისგან მოდის სიყვარული, ღვთისგან მოდის შემწყნარებლობა, ღვთისგან მოდის მოთმინება, ღვთისგან მოდის ეს ყოველი სასოება და ბოროტება მოდის ბოროტებისაგან, რომელიც ვაიძულებს, რომ ჩვენ ადამიანთან აღარ გქონდეს ურთიერთობა და არ ვიყოთ მის მიმართ შემწყნარებელი. ღმერთმა მოგმადლოს ეს სულიერი ნიჭები და სულიერი სული, ცხონების სული არის შემწყნარებლობა, სიყვარული და არა განგითვა ძმისა. ღმერთმა თითოეულ ჩვენგვარს მოგმადლოს ეს და ღმერთმა შეგვინდოს ჩვენი ცოდვები და ის ნაგლოვანებები, რომლებიც გვაქვს და ვერ ვიწერთ, იმ ჩვენს გვერდით ყოფილი ადამიანების უძლურებას ვერ ვიწერთ და ვაგრძნობინეთ მათ, რომ ისინი არიან ზედმეტი, არიან ჩვენს ცხოვრებაში და ღმერთმა დაგვიფაროს ამისაგან და ღმერთმა მოგმადლოს, რომ მოგცეს ნიჭი კეთილგონიერი ცხოვრებისა და ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრებისა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა ყველას შეგვინდოს ჩვენი ცოდვები და სინანული მოგცეს ღმერთმა, რომ ეს მარხვა გავატაროთ სინანულში და ერთმანეთის სიყვარულში და შემწყნარებლობაში. ღმერთმა დაგლოცოთ, კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგობას, აი წმინდა ნინოს ხატის, სადაც არის, აქ არის ჩასვენებული, ჩაბრძანებული წმინდა გიორგის ნაწილი და შეგიძლიათ მიახლოთ და ემთხვიოთ ამ წმინდა ნაწილს და შევთხოვოთ წმინდა გიორგისო, ყოველ თქვენგანს, თქვენი ოჯახისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ისე გველოცოს, რომ აი დღევანდელი ჩვენი ლოცვა იყოს შემცვალებელი, უფლის ნების შემცვალებელი ყოფილიყოს ჩვენი ლოცვა, რომ თანდახან არის რომ უფალი რაღაცას დაუშვებს ინებას, თუნდაც ადამიანის გამოსაძლებლად ან დასაჯელად, მაგრამ აი ჩვენი ლოცვა ყოფილიყოს უფლის ნების შემცვალებელი და სიკეთე მოემადლოს უფალს, მიუხედავად ჩვენი დაცემისა და ჩვენი ბოროტებისა და ჩვენი მოყვასის არასიყვარულისა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა შეგვიდოს ცოდვები და შეგვიწყალოს უფალი.